მოგესალმებით, მეგობრებო, ვისაც ტრანზიტული ასტროლოგია გაინტერესებთ, ვისაც პროგნოზირება გაინტერესებთ, მაგალითად, იქ დირექციები, პროგრესიები, ტრანზიტები, უფრო პირადი რუკების გამოყენებით შეგიძლიათ მაგალითად დაესწროთ 7 და 8 თებერვალს მექნება სპეციალური ორდღიანი ტრენინგი, სადაც გავივლით რა არის ტრანზიტოლოგია, როგორ შეგვიძლია ვნახოთ ჩვენ ცხოვრების ფაზები, რომ მაგალითად რომელ წლებში შეიძლება რა ენერგიაზე გადავიდეთ, რა პროფესიული კუთხით შევიცვალოთ ცნობიერება როდის გვეცვლება, ხასიათი როდის გვეცვლება, ეს ასტროლოგიურ ტრანზიტებში ძალიან კარგად ჩანს, პროგრესიებში, დირექციებში, ჩანს მნიშვნელოვანი მოვლენების შანსი როდის არის და ჯგუფურ ტრენინგზე გვექნება გავლა, ესე რომ ვთქვათ, როგორ მუშაობს რეალურად ტრანზიტები, ხო, პროგრესიები და დირექციები. მექნება პირველი დღე თერაპიულად, ბოდიშით უფრო თეორიულად ახსნა აი ამ სისტემების და მეორე დღეს მექნება უკვე უშუალოდ მონაწილეთა პირადი რუკებით, უკვე უშუალოდ გავლა, როგორც წარსული მოვლენების შეფასება, მნიშვნელოვანი მოვლენების, ხო, ესე მომავლის ტენდენციები როგორ უნდა დავინახოთ, ხო, ფაქტიურად თეორია, პრაქტიკა ეს ერთად გვექნება. ძალიან საინტერესო ორდღიანი ტრენინგი არის და ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ეს არის უფრო შედარებით იმ ხალხისთვის, ვისაც ესმის ასტროლოგიაში ახლა ელემენტარული, ახლა პლანეტები, სახლები, სისტემა ასე თუ ისე ესმით, მათთვის უკვე დამატებით შეგვიძლია ეს ტრანზიტოლოგიის, ან ვისაც უბრალოდ თეორია აინტერესებს, ხო, როგორ მუშაობს, რა არის ეს პროგნოზები, რა არის დირექციები, რა არის პროგრესიები, უკვე უშუალოდ აინტერესებთ, როგორ შეიძლება მაგალითად საკუთარ რუკაზეც ნახონ, ხო, თუ ელემენტარული ცოდნა აქვთ, ხო? და მოკლედ გეპატიჟებით, ვისაც გაქვთ სურვილი ტრანზიტებში, გაერკვეთ კიდევ უფრო სიღრმისეულად პირადი რუკების გამოყენებით, ცოტა თერაპიული შეხვედრაც გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ვამბობთ, რომ აი პირად რუკაში ეს კომბინაცია მაქვს და ეხლა დირექციებში სერიოზულად ენერგეტიკულად შეიცვალა რაღაც მნიშვნელოვანი ჩემში, ხო? ან აი მომავალ წელს იცვლება უკვე, ხო, რაღაც მარსი გადადის ახალ ენერგიულ ნიშანში, მაგალითად, ან თვარე იცვლის პროგრესიებში სერიოზულად ნიშანს და ეს უკვე სერიოზულ ცვლილებებს მიანიშნებს და რაში გვეხმარება იცით ეს პროგნოზირებადი ასტროლოგიის სწავლა? არა, იმიტომ რომ ხა ჩვენ ვიმკითხავთ ასტროლოგიით, ხა რომელსაც წერენ ხოლმე რა, ხა შეგიძლიათ 1 წლის პროგნოზი გამიკეთოთ, ხა ეს არ მუშაობს. ანუ ეს არის უკვე რა იცით, რომ უბრალოდ მინდა გავიგო რა მეილის და მკითხაობა არ არის ასტროლოგია, ასტროლოგიის ტენდენციებში ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, მაგალითად, რა ფაზაში ვარ ეხლა, უფრო გავაცნობიეროთ ეხლა ამჟამად ჩემი თავი და სად მიდის ეს განვითარება მომავალში, ხო? და ტრანზიტები, პროგრესიები, დირექციები ძალიან კარგად აჩვენებს ჩვენს განვითარების ტენდენციებს, ჩვენს შინაგან ვიბრაციებს, სად ვართ ახლა მაგალითად და სად მივდივართ, ხო? და ყველასთან ერთნაირად არ მუშაობს, აქ გააჩნია ტრანზიტებშიც აი ამ პროგნოზების საშუალებაშიც ეხლა სად ვარ, როგორ ცხოვრობ, ხო, მაგალითად, რა ინერციით მოვდივარ, იმის მიხედვით არის გასაგები უკვე, ამიტომ უფრო პროგნოზირება უფრო ჩნდება, როცა კონსულტაციაზე არის ადამიანი ნამყოფი ან ისმის საკუთარ თავთან უკვე კონტაქტი ძალიან კარგად. ანუ ასტროლოგია ენა უნდა ესმოდეს, ხო? აქედან შეგვიძლია ჩვენ უკვე პროგნოზირებაში გავაცნობიეროთ სიამდვილეში ახლა სად ვართ და როგორ ვართ. ან ძალიან საინტერესო სისტემა არის ეს სისტემა და ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დამესწროთ. ძალიან საინტერესო ორდღიანი თერაპიული შეხვედრა გვექნება თავის თეორია, პრაქტიკით და აი კარგად გაერკვევით ზოგადად როგორ მუშაობს ეს სისტემები და როგორ შეგიძლიათ ნახოთ თქვენს რუკაზეც, ხო, აი მარტივი ესეთ ფორმულებს შემოგთავაზებთ ამისთვის, ხო? ესე იგი 7 და 8 თებერვალს გვექნება ინტენსიური ორდღიანი თერაპიულ-თეორიული შეხვედრა, პრაქტიკული შეხვედრა ტრანზიტოლოგიაზე. ასტროლოგიური პროგნოზირების მეთოდები როგორ მუშაობს და გელოდებით, მოკლედ.